სპორტსმენი და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი, რომელიც დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზეა ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ სპორტსმენის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გიორგი კანდელაკს აღკვეთი ღონისძიების პატიმრობა 200,000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გიორგი კანდელაკი 2025 წლის 17 სექტემბერს 6 სხვა პირთან ერთად დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით გორში დაკავებულთა არალეგალური საწარმოდან 75,127 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. კანდელაკის მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით გირაოს თანხა დასახელებული იყო დაცვის მხარის მხრიდან 200,000 ლარის ოდენობით. ჩვენება არ მიუციათ არც ერთს არ გიორგი კანდელაკს გამოძიებისთვის ჩვენება არ აქვს მიცემული არ დაუსახელებიათ არც ერთი პერი თანამშრომლობის სანაცვლოდ არ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მტკიცებულებებს თქვენ ახლა უსწრებთ მოვლენებს დაცვის მხარის მიერ უდაოდ გახდილი მტკიცებულებები გახდა აღკვეთი ღონისძიების სამართლებრივი შეცვლის საფუძველი მას შემდეგ როდესაც საჭირო გახდება ამ ეტაპამდე გიდასტურებთ რომ ჩვენ გიორგის არ აქვს მიცემული რაც შეეხება შემდგომში როცა ამის საჭიროება დადგება რა თქმა უნდა დაცვის მხარე ბრალდებული საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს